მოგესალმებით, თვითონ მეგობრებო, რამოდენიმე დღეს წინ საქართველოში, კერძოდ კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა სამწუხარო ფაქტი, ჩამოსულ ტურისტებზე მოხდა ძალადობა. საქართველო, რომელიც ცნობილია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, ბოლოს და ბოლოს სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვარ ჩვენ და ქართველი ვაჟკაცები ცნობილი არიან თავისი ვაჟკაცური ბუნებით, ჯენტლმენობით. ასეთი რამ რო არ უნდა ხდებოდეს, ამაზე საუბარი აღარაა, მაგრამ ჩვენ ამის გამო არ ვამახვილებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ყურადღებას. ჩვენი ყურადღება ამ შემთხვევამ მიიპყრო იმის გამო, რომ არსებობს ეჭვი, რომ მზადდება მასობრივი ანტირუსული ისტერია, რათა საქართველოში მასშტაბური ხასიათი და მასობრივი ხასიათი მიიღოს რუსებზე თავდასხმებმა. რაც ერთის მხრივ დაძაბავს ურთიერთობას და შექმნის საფრთხეს, რომ რუსეთმა რაღაც ღონისძიებები გაატაროს თავისი მოქალაქეების დასაცავად და მეორეს მხრივ იქნება ესეთი სიტუაცია, რომ არასოდეს აღარ მოხერხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდომა და შესაძლებლობა, რომ როდისმე კიდევ ხელი ჩამოართვა და რაღაცაზე შევთანხმდეთ. მეორე თემა, რომელზეც გვინდა გვესაუბროთ, არის ეს შუქის გამორთვები, რომელმაც უკვე რაღაცნაირად სისტემატიური ხასიათი მიიღო, როდესაც მთელ საქართველოში გაითიშა შუქი ერთხელ, გაითიშა მეორედ. ესეც ალბათ დიდი ყურადღების მისაქცევი არ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი, რომ ხელისუფლება აძლევს ამას საბოტაჟის კვალიფიკაციას. არსებობს მეორე ეჭვიც, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბიტკოინების საწარმოების მზარდ მიმართულებას, რომ მუდმივად ხდება ზრდა ამ რაოდენობის ამ საწარმოების, რომლებიც ძალიან დიდ დენს მოიხმარენ და შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ არსებული ელექტროქსელები ვეღარ უძლებდნენ აი ამ ზედაპირთვას და ამას უკავშირდებოდეს ეს გათიშვები. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არც ისე დიდ მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საავადმყოფოებია, სადაც შეიძლება სწორედ ოპერაციის მიმდინარეობის დროს მოხდეს შუქის გათიშვა, არის პატარ-პატარა საწარმოები, რომლებმაც შეიძლება ზარალი მიიღონ ისედაც აი ამ გაჭირვებულ პირობებში, არის სურსათის მაღაზიები, რომელთაც შეიძლება ზარალი მიიღონ იმის გამო, რომ მაცივრები ეთიშებათ და ასე შემდეგ. ვისაუბროთ აი ამ თემებზე. ეს შეიძლება მართლაც იყოს საბოტაჟის ნიშნების მატარებელი და შეიძლება მარტივად იყოს საკითხი, რომ უბრალოდ ქსელები მართლა ვერ უძლებდნენ ამ დატვირთვას. არც ერთია გამორიცხული და არც მეორე, ხო? კი, რა თქმა უნდა, თუმცა შემთხვევით არაფერი არ ხდება ისე. პროგრამა თუ ჩავიხედავთ. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მესამე თემად შეიძლება თუ კი დაგრჩება დრო შემოვიტანოთ ის საკითხი, რომ თურმე ზომიერად კარგი ცხოვრების პირობებში მყოფი ქვეყანა ვართ და ძალიან ცოტაა გვაკლია, რომ ძალიან კარგი პირობებით მაცხოვრებელი ქვეყნების სიაში გადავიდეთ. ზოგიერთი მაჩვენებლებით სოფლიოში პირველი ვართ, თუ წინ და წინ ვართ და რატო ვიწერეთ ამ ნიშნებს, ვინ გვიწერს და სინამდვილე რა არის? ხო, სკოლამ ვიცით ეს საკითხი, უმრავლესობამ კი ვიცით რაშია საქმე და როგორ არის. ერთმანეთს რომ შევახსენოთ, ცუდი არ იქნება. მსოფლიო ჰიბრიდული ომი რაც დრო გადის, უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ამიერკავკასია საქართველოს უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედის წარმოადგენს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ვხედავთ, რომ ამიერკავკასიაშიც გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი სურვილი არის, დიდი ფინანსები, დიდი იდეოლოგია ამუშავებულია. თურქეთს, დიდი თურქეთის შექმნა უნდა, დიდი თურანის, თავისი თურქული იმპერიალიზმის ახალი რეანიმაციის პირობებს ხედავს თურქეთი, თუმცა ყველაფერი შეიძლება დაკარგოს, არა მარტო თურქეთმა. შემოდის ამერიკა, სომხეთი ცვლის და ერთი საქართველო არის დარჩენილი რაღაცა ეს გახიდო.
არც აკეთარი, არც იქით ვერავის ვერ გაუგია რა თამაშს თამაშობს. ცალით-თვალით უნდა იცინოთ, ცალით-თვალით უნდა იტიროთ ჩვენი მდგომარეობის, რეალური მდგომარეობის მაყურებელი. ხო, აი ესეთი მდგომარეობა. ნუ რა სიტყვის, ეხლა ევროკავშირი რო პირდაპირ ჩაბმულია რუსეთის წინააღმდეგ ომში და რუსეთის წინააღმდეგ ომი რო გაათავისებინეს, გერმანია რო კვლავ სამხედრო რელსებზე დააყენებინეს და კიდევ ერთხელ უნდა გაატარონ ჭაობში, სადაც ორჯერ ჩაიძირა და მესამე მთელი ევრაზიის დასაძირად ამზადებენ ევროპას და ამ გაგებით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კვლავ შემოbrunდეს უკვე სომხეთთან ერთად, აზერბაიჯანთან ერთად ანტირუსულ გემში ჩაჯდეს. ამიტომ საჭიროა რუსოფობიული ანტირუსული სულის კვლავ გაძლიერება, ხელოვნურად რა თქმა უნდა, ну პროდასავლური, პროევროპული, შიგევროპის და ის ვინც არიან, მუდმივ ემსახურებოდნენ და უხშირად არის რომ ძალიან დამუხტული მდგომარეობა და ერთი ჭყალებში შემთხვევითი მოვლენაც, რომლის უკანაც შეგნებული მოქმედება არ არის, ნაპერწკლის როლს თამაშობს ხოლმე, ისტორიაში არის ხოლმე ასეთი მომენტები, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მაინც უფრო ძალიან დაგეგმარებად და მართლად ისტორიულ ეპოქაში ვართ შესული, ესეთი თლად შემთხვევითი და ესეთი მოვლენები ნაკლებად, რაღაცნაირად უფრო სპეცსამსახურების ხელწერას წააგავს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ესეთ დიდ შეურაცხყოფაზე მოდიოდნენ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, რაც არ უნდა ზნე წამხდარი პირები იყო, ხო? ჩვენ კი ვიცით, რომ მსგავსი პროვოკაციებისთვის მილიონები იხარჯება, სპეციალურად იგეგმება, რომ ეს მოხდეს, განხორციელდეს, რომ ორხრივად ხდება დაძაბვა მდგომარეობის. ერთი რომ რუსეთს უჩვენებენ, რომ აგერ რუს ტურისტებს, რუს გოგონებს შევარდა და მუშტით კაცი, ახალგაზრდა ვაჟკაცი, იქ არიან ქორები საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ, არ გვაკლია კრემლში, რომ ისინი წახალისდნენ და მოითხოვენ მკაცრი ზომების გატარება, დასაფუტეს ის, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი სწორედაც უნდა შეუერთდეს რუსეთის ფედერაციას, ან უნდა გაუერთიანდეს ჩრდილო ოსეთს. ვიცით, რომ მაგ მიმართულებითაც გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგმულია, დაწინაურებულია საქმე. ხო, და მოკლედ ვინც თulis, რომ გარკვეული დანაკლისი მიიღო ამიერკავკასიაში, ყველა ცდილობს საქართველოს ხარჯზე ეს დანაკლისი შეისრულოს. და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი ჭყალებში ჩავსვათ ხელს აძლევს შიგევროპის წარმომადგენლობას, რომლებიც გაძლიერებულად გამოდიან, რომ აი რას გვაკადრებენ, ხალხო, ხედავთ, აი რას გვიშრობიან, როგორ გათავხედდნენ და როგორ შემოვიდნენ და მოკლედ ორივე მხრიდან ისტერია რო გაჯაობს დაწყებას რა უნდა. სულიერი ატმოსფეროს ჩამოყალიბება პირველ რიგში, რომ ხედავთ რა ხდება და ასე შემდეგ. ამაზე მოხდეს აგორება. და რას ემთხვევა, რა პროცესს ემთხვევა ეს ასეთი დაძაბვა მდგომარეობის ამიერკავკასიაში, სომხეთის დაკარგვა ფაქტიურად, შუა აზიაშიც ფაქტიურად ანტირუსული მიმართულებებით მოძრაობს ყაზახეთი და შუა აზიის ქვეყნებიც. ამ შემთხვევაში საკვანძო მნიშვნელობას რომ ამიერკავკასიაში დღეს საქართველოს აქვს სომხეთი უკვე გადაიყვანეს. ზელენსკის პირით რა დაუდეს 40 დღეში ისე დღეში უნდა ჩაგაბდო რიძულებული გახადო ხელი მოგაწერინო იმ ტიპის მშვიდობისთვის როგორი ჩვენ გვინდა. აი დახურულში რაც არის, ხო და რა მოყვა მას ყველა ადგილს უბომბავებია რა და ინფრასტრუქტურას უნადგურებენ, რაშიც ყველაზე მაგარია ბეზო კალონკად იქცა სამწუხაროდ უზარმაზარი პოტენციალის ქვეყანა, ნავთობის ნემსზე დასვეს, ჯერ კიდევ ხრუშჩოვის პერიოდში, ძალიან საბჭოთა კავშირი და იგივე გზა გააგრძელა და ახლა იმ ბენზინის საწარმოებს უფეთქებენ და აი ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და ძალიან სწრაფად იყრის ერთმანეთის იყოლებით. ხო, ასე რომ ჩვენ ეჭვი გვაქვს რომ სწორედ ამის უკან ანტირუსული ისტორიისათვის და ომის ამიერკავკასიის სრულად ჩაბმისათვის და საქართველოს ომში ჩაბმისათვის ერთ-ერთი წინგადადგული ნაბიჯი. ამიტომ ყველამ უნდა ითხრილოს, საჭიროა საჭირო ტიპის განცხადებების დროულად კეთდებოდეს ოფიციოზის მიერ
და ნუ რამენაირად და აღიკვეთოს ესეთი პროვოკაციები. მეორე უკვე ჩვენ ამ შემთხვევაში ორიგინალური არ ვიქნებით დენის ჩაქრობაზე თვითონ უშიშროების სანამ დენზე გადავარდა ერთი რაღაც მინდა დავამატო პირველ საკითხთან დაკავშირებით. ნუ თუ დიდი დაძაბულობა არა და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება და ხალხალი საომარკელის გაჩაღება არა, როგორც მინიმუმ ქვეყანაში სიტუაციის არევისთვის შეიძლება კეთდებოდეს ეს, იმიტომ რომ როგორც ვიცით, საქართველოში არანაირი საწარმო, არანაირი წარმოება არ მუშაობს. მთლიანად ქვეყანა დამოკიდებულია ტურიზმზე. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდებულია ტურიზმზე. შემოსული ტურისტები ხარჯავენ გარკვეულ რაოდენობის თანხას და ეს არის ერთ-ერთი წყაროს ქვეყანაში ვალუტის შემოდინების იმასთან ერთად, რომ ქართველი ემიგრანტები წასულიერენ ოჯახის შესანახად და იქნებ უსაგზავნე. სხვა რომ ჩვენ ამე პროდუქციას ქმნიდეთ და გაქონდეთ და ეს იყოს ქვეყანაში ვალუტის შემოდინების წყარო, ასეთი რამე არ არსებობს ფაქტიურად, ან ძალიან მიზერული. ამის უკანაც რა არის? და აქ შეიძლება ერთ-ერთი მიზანი სხვა ყველაფერთან ისიც იყოს, რომ აქედან ტურისტების განდევნა მოხდეს, საქართველოს ჩაითვალოს სახიფათო ზონად, სადაც არანაირი სტუმარ მასპინძლობა, არანაირი ასე ვთქვათ მიმტევებლობა, არანაირი იმის გაგება, რომ ეს შემოსულია და მეტი პატივისცემით მოპყრობა ჭირდება და ტურისტები ამან წესს უნდა დააფრთხოს. გათვლა შეიძლება ამაზე. კი ბატონო, ესე იგი სოციალური მღელვარება შემოდგომით ქვეყანაში ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ვარდნას, ეკონომიკურ ვარდნას, გაჭირვებას მოიტანს და შექმნის რევოლუციურ სიტუაციას. რასაც მუდმივად წლებია ატრიალებენ 2012 წლიდან მოყოლებული, უბრალოდ 2013 წლიდან დაწყებული, რომ რამენაირად შექმნან სიტუაცია, რაც გამოიწვევს სახალხო მღელვარებას, მასობრივ გამოსვლებს და რევოლუციური სიტუაციის მომწიფებას. ერთ-ერთი ვერსიაც შეიძლება ეს იყოს. კი ბატონო, ხო, და ამ რევოლუციის შედეგად ვინ უნდა მოვიდეს? ვინ არის ის ძალა, რომელიც ასეთი რევოლუციური იდეებით ქუჩაში წლები გადის, რომ არ გაუჩერებთ აქციები რა. ის ძალა, რომელიც ითხოვდა პირდაპირ რუსეთთან კონფრონტაციაში ქვეყნის ჩართვას, მოხალისეების გაგზავნას და მთელი რიგი ამბები რა. თვითონ მიხეილ სააკაშვილიც აქტიური იყო ამ ხელისუფლება, რომელიც დღეს ომს აწარმოებს, ამავე ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო და თვითონ რუსეთის საწინააღმდეგოდ საომრად, რომ მომზადებული იყო პოლიტიკური ელიტა, გამოცდილება მიღებული, პოლიტდესანტი იქნა გადასხმული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სახით საქართველოსთან უკრაინის მიმართულებით. ან მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარი სწორედ ეგ არის, რომ ამ ძალას სოციალური სიდუხჭირი, სოციალური თუ ტურისტული სეზონი ჩავარდება, სოციალური უკმაყოფილება გაიზრდება და შემოდგომა ზამთრისპირისთვის ქუჩაში გამოყვანა გაივლდება ხალხს ქუჩაში გამოყვანა. მათ შეიძლება გაუვიოდეთ თავიანთი გეგმების შესრულება. თუ ეგეც ვერ იქნა მიღწეული, მაინც მოგებაშია ის, ვინც დაინტერესებულია, რომ აქ ქართველი არ იყოს. სოციალური სიდუხჭირი აიძულებთ რას? გამოკეტო სახლი კარი და წავიდე საქართველოსთან. ეგეთ აი ნებისმიერი მიმართულებით რომ მივყვეთ ხომ, ყველა შემთხვევაში ქართველი საწინააღმდეგოდ არის. ერთი ვარიანტია რომ ეს გადაიზარდოს რევოლუციური რა, ცვლილება მოხდეს, მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც თავისუფლად გაწირავს და წაიყვანს ომში. მაგრამ თუ ეგ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ეს ეკონომიკური სიდუხჭირე ძირითადი რა თქმა უნდა ზაფხულში საქართველოს ეკონომიკა ეს არის ტურიზმი. ეს თუ ჩავარდება, ხალხის კიდევ უფრო გაუბედურდება, იმიტომ რომ ვალი აქვს უამრავ ადამიანს. ბანკის ესხი აქვს და ასე ვიცით, მერე დომინოს პრინციპით რა მოყვება ამ ჩავარდას ბოლოს და ბოლოს არა მარტო გამოიკეტება, ბევრი დაკარგავს თავი პატარა საწარმოა თუ რაც არის სასტუმროა და ასე შემდეგ და მიაშურებს ევროპის გზას. ხო? და ვინ იკავებს კიდე საქართველოს ვიცით რა. აი ყველა შემთხვევაში ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს მაგეთ მიმართულებას აიღებს და მაგ მიმართულებით წავა.
ასე რომ შორს მიმავალია რა, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნული ეკონომიკა არა გვაქვს აგებული გვაქვს სეზონზე. მომსვლელი დამსვენებლის რაოდენობაზე და ძირითადი მომსვლელი საქართველოში მაინც არის ჩრდილო რუსეთის ტურისტული ნაკადები, ძირითადი მაინც. რომლებიც საკმაოდ სერიოზულ თანხებს ტოვებენ. თუმცა ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაგალითი, თუნდაც საბერძნეთის მაგალითი, როგორი ეროვნული უბედურება დაუტრიალა საბერძნეთს სწორედ ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა. გაეცნო, შევიდნენ, ნახონ დოკუმენტურ მასალებს, იმ შედეგებს, იმ ეროვნულ ტრაგედიას, რაც საბერძნეთს მოუტანა. ძირითადად ცხოველები დადიან, რამის წლის განმავლობაში. ბერძნების გარკვეულ ნაწილს გაქირაებული აქვს საკუთარი სახლი, კარი, მიდამო და წასულია და სასწავლებელთან სხვაგან არის ყოველგვარი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა უკანა პლანზე გადაიტანეს და ატრაქციონის თვალსაზრისით განაწყეს საბერძნეთში ყველაფერი და ამან ის გამოიწვია, რომ საკუთარ ქვეყანაში ბერძენი თავს გრძნობს სტუმრად, განათლებას გარეთილებს და თუ მინელდება ეს ტურისტული სეზონი, ძალიან მცირე დროით უწევთ ოჯახები თავმოყრა თავად ქვეყანაში. დიდ ეროვნულ ტრაგედიად ექცა ევროკავშირის წევრ ქვეყანას საბერძნეთს ტურიზმი. ჩვენ სხვა ამ გზით მივდივართ ნაწილობრივ მაინც არა და ამის ჩავარდნაზეა ლაპარაკი. ახლა მე მგონი გადავიდეთ დენის საკითხზე. ხო, ახლა დენზეც დენის გაწყვეტაც თვითონ უშიშროების ჩვენო წარმომადგენლებმაც გააკეთეს, რომ საბოტაჟია სავარაუდოდ და მალევე მოგაწვითო, ცნობებს მოგამარაგებთო, მაგრამ აქ ორი საკითხი. კი ბატონო, ძიმე მდგომარეობა მსოფლიოში მიდის გამოუცხადებელი ჰიბრიდული სახის მესამე მსოფლიო ომი და აღარ დავატრიალებთ იგივე თემას საქართველოს კიდე შეიძლება ამით ვიღაც ნიშანს გვაძლევს. იმიტომ რომ ისე არ კეთდება და ის არ კეთდება. და იმის ტრაბახი, რომ ჩვენ უკვე ძალიან ძლიერი უშიშროების სტრუქტურები ყავს და შეგვიძლია თითისქნევით ველაპარაკოთ დიდ ქვეყნებს და დიდ გაერთიანებებს. ეს გაუმართლებელია, მიუღებელია. ასე რომ ლაპარაკობ, დრო მოგიწყობს გამოცდას და ვერ ჩააბარებ ამ გამოცდას. ესე არ შეიძლება. ცუდი შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა. დიპლომატია პირველ რიგში პატარა ქვეყანას ჭირდება. უმეტეს როცა ასეთი გართულებული მდგომარეობაა. აქ შეიძლება იყოს უბრალოდ ბიტკოინების ამბავი. ჩვენთან განვითარდა ეს სპეკულიანტების ბიზნესი, რასაც მებიტკოინობა ქვია. ვიცით ახლა რომელ ოჯახს ეკუთვნის და ასე შემდეგ. შეღავათიანად ვაკეთებთ ელექტროენერგიას. ჩვენი საერთო ფული თუ არ აქვთ ის ენერგო გადასახადს, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს, ხო ესია რა. რაც მეტად გამდიდრდება ეს ერთი ოჯახობა, რაც მეტს დააგროვებს, მერე მეტად მოგვეფინება. ესეთი ჯაჭვური ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთსასიყვარულო მდგომარეობა გაგვაჩნია. ხო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ უზარმაზარ ინდუსტრიულ ზონებს ვარ ყვეთ ახლა შემოჯევალი, სადაც ეს ტურისტობა ჩამოდის და ატრაქციონებით და ბევრი ელექტროენერგია იხარჯება, კონდიცირებაში და ასე შემდეგ და ამაზე გაცილებით მეც მოიყვარს თბილისში არსებული ბიტკოინების ცენტრი და არა მარტო თბილისში. არც ეგ არის გამორიცხული, რომ გადაიტვირთა ხაზება უბრალოდ ვერტასთან და გაიჩა მთავარი ფიდერიას. ახლა ძალიან დილეტანტურ დონეზე ვლაპარაკობ, მაგრამ როცა ენერგო მოხმარება პიკს აღწევს და ძირითადად ახლა საწარმოები არ შეგვიქმნია, დიდი რაღაც ჩვენ არ შეგვიქმნია და ერთი ეს სპეკულიანტების საწარმოა იყიდე გაყიდე და როგორც ვიცით, ამ ბიტკოინებით ყველაზე სარფიანი ვაჭრობა მიმდინარეობს ნარკოტიკების, დოლარზე, ლარზე და ასე შემდეგ ნარკოტიკის ყიდვა პრობლემური საკითხია, ყოჩახ ჩვენ სპეცსამსახურებს, მაგრამ ვაი ჩვენ მდგომარეობას, რომ ბიტკოინით პრობლემა არ არის ნებისმიერ ადგილზე, თუ კი გაქვთ ბიტკოინიო და სადაც ბიტკოინის სალაროა, 100 ამბობენ. ვინც მიდის უმეტესი ნაწილი ხალხია, რომლებიც სწორედ ამ ბიტკოინების გადარიცხვის გადმორიცხვით ნარკოტიკებს ყიდულობს. ასეთი ბედნიერი მდგომარეობა გვაქვს. შეიძლება ამის მიზეზით იყო ჩაქრობა და შეიძლება
სწორედ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშსაც უკავშირდება. ჩვენ ენერგოსისტემებზე ხელმძღვანელობა ალბათ ყველას აქვს, მაგრამ ყველაზე მომეტებულად ალბათ ისევ ჩრდილოეთ მეზობელს, ხო? ისინი გრძნობენ, რომ მიუხედავად იმ საქართველოს თითქოს აი გაურკვეველ თამაშს თამაშობს, ყველა სკამზე ჩდება. ნაწილობრივ, ზოგან ნაწილობრივ, ზოგან თითქოს არა და ასე შემდეგ და ერთი შეხედვით გამოუცდელი თვალისთვის ამოუცნობ თამაშს თამაშობს პოლიტიკურად საქართველოს. მაგრამ როგორც ამბობენ ჩრდილოეთში, კი ბატონო, არ მიიღო დაუშვათ სიონისტურ აგრესიას, ამერიკას და სიონისტურ აგრესიას მახლობელ აღმოსავლეთში. ეს გამოიხატა თუნდაც იმით, რომ ჩავიდა ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და მიიღო და დამბრძალა ცერემონიაში მონაწილეობა. კი ბატონო, ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ტრამპ-თაუერები უნდა აშენო და სიხარული აქვს, ვერ გაიგებ, ხოლო ევროპასთან ცუდი ტონი, ცუდი დიალოგი გვაქვს, ჩინეთთან კარგი და ასე შემდეგ. მაგრამ ერთდროულად აგენტებთან ბრძოლის ისტერია წამოწყებული ქვეყანაში და რაღაც სხვანაირ გრამებს გრძნობენ ჩრდილოეთიდან და ეჭობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს შეინარჩუნოს ის მათთვის შედარებით შეღავათიანი პოლიტიკური კურსი. ისინი ეჭს გამოთქვამენ. და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათგანაც იყოს ეს გარკვეული ნიშანი. ვიღაცა ამბობს, რომ შემიძლია ეს თქვენი კეთილდღეობა, რომელიც ბუმბულის ზეწარზეა გაფენილი და მეტი არაფერი, ერთი თითის დათკაცუნებით ჩამოშალო. ვერც მაგას ვერ გამოდის. ვიღაცა შეიძლება ეს რაღაც უნიშნელო თემად ეჩვენება, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი პირველია. კი ბატონო. ეკონომიკასთან კავშირში. შენების და სახედრების დრო დიდი ხანია წავიდა და ახლა ელექტროენერგია და ნავთობპროდუქტია ყველაზე მთავარი. ეს გაგიჩერდება ეს და დამთავრდა. შეგვიძლია რომ აი საფუძვლიანად და სამართლიანად. აი სასწაული ის არის რომ აქამდე აქვს მშვიდობა. რაღაცა გვიყარავს. უბრალოდ როგორ მივეჩვიეთ, რატომაც არა. იმდენი ომი და იმდენი უბედურობა გადატანილი ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს და ჩვენ გეს და ჩვენ მოდგმას, რომ რატომაც არა მშვიდობა, ხო? კი ბატონო, მშვიდობას რა ჯობია, მაგრამ ნუ გავითავისეთ და მივეჩვიეთ და ჩვენი ერთ დღეს ერთ წამში შეიძლება ეს ყველაფერი ჩამოგვექცეს და 90-იანი წლების სიბნელე სანატრებელი გაგრძელდეს. იმდენად რთული ვითარებაა ჩვენ სიკვდილი. რატო? იმიტომ რომ მიდის ყოფნა არ ყოფნის საკითხების გადაწყვეტა და ამით ისე უკავშირდებით იმ ჩვენ ძირითად საფრთხეს. ითქვა რომ მანამ არ მოხდება ბოროტების გზის დაგდება, მანამ არ მოხდება ესე იგი ფორმაციული რანგის ცვლილებებით, შესაბამისი მართულებებით ჩვენი ჩამოყალიბება არ მოგვეხსნება ეს დაძაბულობა. ეს პროვოკაციები იტრიალებს და ჩვენი ერთ დღეს შეიძლება გაიგრძო და ვეღარ გაიგრძო ესეთი მდგომარეობა დამყარდეს და დაგვდეს და არ უნდა ილაპარაკო ის რომ ეს არ მოხდება და ვერ იქნება. ჩვენ გვერდზე მილიონობით ადამიანი იღუპება. უზარმაზარი ქალაქები ინგრევა. და პოტენციალში კიდე რაც თუნდაც მახლობელ აღმოსავლეთში რაც იკვეთება. ალბათ კიდეც უკრაინის მიმართულებით ხო უბომბავს, ხო? მეორე მხარე რაღაც აკეთებს. დაიწყო მაგანაც გამანადგურებელი დაბომბება. და რაც მეტი იქნება სისხლის ზღვრა, მით მეტი იქნება შურისკება ჩვენს მიმართაც. აი ეს არა, ჯერჯერობით ვერ იგრძნობა ის, რომ ეს რაღაც ამას ვგრძნობდეთ, ამ საფრთხეს ვგრძნობდეთ და რაღაც სერიოზული ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდით. ხო არის რაღაც ორგანიზაცია შექმნილია, ნეიტრალური საქართველოს, რომელმაც თითქოს მიზნად დაისახა, რომ ამოვიღოთ ჩვენი მიზანია, რომ კონსტიტუციაში რომ ჩაიწერებ როგორ უნდა ამოვიღოთ, ნუ მიზანი კია, მაგრამ როგორ უნდა განახორციელოთ. ნეიტრალური კი დაირქვი, მაგრამ ცემატყებით ნეიტრალური ვერ იქნება. ეგ დაახლოებით იმას გავს. თაგვები რომ შეიკრიბნენ მოილაპარაკეს კატასეჟვანი შევაბათო და აი როგორ საქმეზე რომ მივიდა ვის უნდა შეება და როგორ უნდა შეება ეგ ხო არ ესე არ იგრძნობა ეს
ნუ მეორე ნაწილი ხლა პროდასალური ნაწილი გვირდება რომ ძალიან მალე იქნება დიდი სიკეთე. ეხლა ნორვეგიული სოციალიზმი უნდა აგვიშენო. რატო ნორვეგიული თუ შვედური აპატიეთ შეცდომა და აი სკანდინავიური არა. სკანდინავიური სოციალიზმი უნდა აგვიშენოს, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი კი არ ყოფილა და მისი ოჯახი. ყველა ქართველი მილიონერი და ოლიგარქები არის დამნაშავეები და არ გვინდა სკანდინავიური სოციალიზმი. ეგეც მალე იქნება. ქართული არ ვიცი. ხო. მხოლოდ ქართული. არა, აქ უფრო ფულის სისტემა და ასე შემდეგ 28 წელი რასაც მიუძღვნა, რასაც ქართველი უნდა ყოფილიყო ამის მოლოდინში და გახსნილად შეხვედროდა, დამარხულა არსენაი ქართველი და ასე შემდეგ. ნუ ამის გაქარწყლება სხვადასხვა მმართველობით მოახერხეთ. ახლა ისევ ევროპაში რაც არის, უნდა ერთი კითხვა გვაქვს ამ ადამიანებთან, ამას ვფიქრობ, რომ ის ძაფრი LGBT ხაზიც უნდა გადმოიტანო თუ გაჭრიან მარტო სოციალისტს წამოიღებენ და LGBT-ს ისევ დატოვებენ თუ ერთიანად შემოიტანენ. აი ეგ როგორაა კიდე ვინც ესეთი ინიციატივები შემოვიდა ქართულ საზოგადოებრივ სიაში და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება და ასე შემდეგ. ვერ ჩანს ტკივილი. ნუ ერთი ტკივილი რაც ღიად არის გამოტანილი ეს არის რომ აი არაბიზაცია მიმდინარეობს, განქართველება მიმდინარეობს და ვერაფრით ვერ დაგვისაბუთეთ ქალაქებს რომ აშენებთ, რომ ეს ქართველებისთვის არ შენდება. კი. და ამიტომ აი 20 სექტემბერი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაცხადა საყოველთაო სახალხო პროტესტის დღედ. კი. და აქაც პრობლემა გვაქვს. რატო რა არის პრობლემა? ახლა გვაქვს ხალხთან ურთიერთობა, მეტაკლება პოლიტიკურ სხვადასხვა ორიენტაციის თუ სხვადასხვა ხედვის წრეებთან და არ ხდება გათავისება. ხელს გვიშლის პარტიული ეგოიზმი, ახლა ამ ჯგუფმა თქვა, ახალგაზრდა კონსერვატორების ჯგუფმა თქვა და ესე იგი თუ ბევრი ხალხი გამოვიდა და მიზანს მიაღწია, გამოდის რომ ქულებს ესენი დაიწერენ და მე სადღა ვიქნები. უკვე ეს პარტიული გარკვეული ეგოიზმიც ტრიალებს. მე რას იზავენ, არ გაკიდიან, მაგალითი ბევრი აი მან რო გაკიდა, იმათ რო გაკიდეს აქციები და ასე შემდეგ და მიზანს მაინც რო ვერ მივაღწიეთ თუ დაუყოთ, ახლა გლისში ხვარივის გაუწყვეტია. და თუ ეს ჩაიშალა გულისხმობთ რომ ვერ მიიღო სათანადო გაქანება და სათანადო რაოდენობით. მე რომელი პარტია დაიწერს ქულას? ამ დაკარგულ და ჩავარდნილი აქციით ქულავის და რომელი ეროვნულს დაეწერება? რომელს წაადგება? ვის წაადგება? მე მგონი არც ერთს არ წაადგება თუ ეს აქცია ჩავარდება და წაადგება იპარტიას, ვით წინ მოუძღვის ურდოს. ხო ეს? ესე იგი ქართველებს ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აღარ აქვთ და რა კარგია. აი ჯერ რასაც უყურებთ, ჯერჯერობით ამ ჭკაზე ვართ. შორიდან უყურებთ, ის ესეთია, ეს ესეთია, ის რას იწავს, ეს რას იწავს. არ ვენდობი არავის არ ავალდებულებს, ჩვენ არავის მით უმეტეს ჩვენ კერპად არავინ არ უნდა გავიხადოთ. აქ იგრძნობა კიდევ იცი რა, კერპის ძიებაში ვართ რა. ან ჩვენი კერპი ყავს, რომელიც იქ არ არის, ან ეხლა ამათაც უყურებთ ამ ახალგაზრდებსაც, რომ აბა კერპებად გამოგვადგებიან თუ არ გამოგვადგებიან. ეს მეორე მომენტი კიდევ. კერპად არავინ არ უნდა გავიხადოთ. აქ არის საქმე. აი საქმე რა არის? უნდა გავაპროტესტოთ, უნდა გამოვიდეთ თუ არა ქართველები და ჩვენი თანამოძმეები, კავკასიელები. და რატო უხას უსვამ კავკასიელებს კიდე ამაზე შეგვიძლია კიდევ იმჟელოთ? როცა ეს მიგრანტების და დიდრების და უცხოელებისთვის ქალაქები შეიძლება და რომ და წაგვლეკოს. უნდა გამოვიდეთ თუ არ უნდა გამოვიდეთ. თუ უნდა გამოვიდეთ, აღარ გამოაცხადა.
გამოცხადებულია. რა მნიშვნელობა აქვს რომელი პარტია გამოაცხადებს და ვინ კულას დაიწევს თუ არ დაიწევს. მაგაზე უნდა ვიფიქროთ ახლა მაინდა. ის ეგ არის ჩვენთვის ყველაზე მეტად საძიებო, რომ ქულა ვის მიეწერება. აი თუ გამოვართ, ქულა საქართველოს უნდა მიეწეროს. გააჩნია რა შეგნებით გამოვართ. საქართველოს უნდა დაიწეროს და ქართველობა უნდა დაიწეროს. ქულა რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. ბოლოს და ბოლოს არაფერი ისეც ახლა არ ვაპირებთ. არ აპირებენ. ხო ვერ წარმოგვიდგენია ფორმაციის შეცვლილ აიმე როგორ და ეს ვერ გავიგებ, იმიტომ ვერ გავიგებ. როს პულის სისტემა ყარს და ეს რო ყარს და ინგრევა და მსოფლიოც იმიტომ არეული. კაპიტალიზმის დრო უკვე დამთავრდა. ჩვენაირად ფექვეშ გადათელილი ქვეყნები არის, რა თქმა უნდა, როგორც არის სერბია, მაკედონია, პატარ-პატარა ევროპაშიც გადაჯეშეს და გადავარდა. ჩვენაირად აი ესე თავპირის მტრევითაც დიდი ესეთ მსხვილი პროექტებით დაუწყეს ჩასახლებები და ასე შემდეგ. იქ ხალხი გამოდის და რაღაცას მაინც აღწევს. ჩვენ კი არ უნდა მოვახდინოთ ახლა რაღაც განსაკუთრებული სასწაული, რაც სოფლიოში არავის არ გაუკეთებია და შიშით ვცახცახებთ. არ აკეთებენ, ალბანეთიც აკეთებენ, რაღაცას ყველგან ცდილობენ, რომ ამ ვიღაცა ბოდიშთა გამაწყრება ზედ არ გადაუარო. იმის კითხვა არ უნდა დავიწყოთ. ეს პარტია ამაზეა რა, ამაზე და ვერ ვითავისებთ. რომ ამ ელემენტარულს მაინც ნორმატივში თუ ვერ ჩავსოთ, მე ერთმანეთს რაზე ველაპარაკოთ. რომელ საკითხებზე ველაპარაკოთ? დიდ პოლიტიკური ორიენტაციის საკითხების გამორჩევლები ვართ ჩვენ? ბოდიში გახდა ახალგაზრდა კონსერვატორები კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თლათუ ცხოვრო იყოს და არანაირი ის რა ქონდეს ცნობადობა პოლიტიკურ ასპარეზზე. ვინც ამას მოითხოვს აი ამ საკითხის გადაწყვეტას და გამოსვლას, აი ესეთი, აი როგორც ახლა იმას კი არ უნდა დავუწყოთ ჩვენ, რომ აი ვინ არის წარსულში რა უკეთებია და როგორ. პირიქით ყველა უნდა მოვიწონოთ ეს. უნდა მივიღოთ და უნდა დაუდგეთ გვერდში და გამოვიდეთ. გლეათ ხუთზე კაცი. აი ამ დიდი არაბიზაციის გასაჩერება. ახლა კონკრეტულად ახლა სხვადასხვა ჯგუფებმა სხვადასხვა დროს რო დაუწყო დაძახება. გამოვა? არ გამოვა. არ გამოვა, ხო? მე არის ჯგუფი, რომელსაც 200 კაცის გამოყვანა შეუძლია, 20 კაცის გამოყვანა შეუძლია, 2 კაცის გამოყვანა შეუძლია, ერთია და მეორეს გამოყვანა. სულ ძვირფასია. მაგრამ ერთს არის ჯგუფი, რომელსაც 10,000 ადამიანის გამოყვანა შეუძლია ამის დაორგანიზება, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ასე შემდეგ გამოცდილება. ერთმანეთთან ხო გარკვეული მიმართება უნდა ვიქონიეთ და გარკვეული შემთანხმებლური მდგომარეობა ხო უნდა ჩამოყალიბდეს ზოგადად. ეხლა ერთ წუთში რო ვერ მოხდება მობილიზება, ეგ ხო ვიცით, ორი თვე ნორმალურია, ხო? აიღო ინიციატივა რა, ამას რა. და აი დანარჩენები რას ვიზავთ მეთქი? აი ეს არის. და ხედავთ ეხლა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული წრეები კი აქტიურობენ, მაგრამ დანარჩენების აქტიურობა აუცილებელი. მეტი და მეტი. რაოდენობაზე იქნება ამას წინათაც თქვით და ბევრჯერ აგვინიშნავს, რომ რაც მეტი იქნება, მით უფრო შედეგს მივახცევთ. ჩვენ ამ თემას დაბლა ვერ დაუშვით. იმიტომ რომ ჩვენი ყოფნა არ ყოფნა საკითხები, სწორედ ამაშია. კი ბატონო. პირველში. გასაგებია ხო ეს თემები, რაც ითქვა დღეს, მაგრამ ყოველთვის და ყოველ დღე ექნება ესეთ პროვოკაციებს ადგილი. თუ ეს საკითხები აი ძირში, საფუძველში, საფუძვლიანად თუ არ მოემზადეთ ჩვენ ვერ ხედავთ ღმერთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთს არ ჩანს გასაგები ისეთი კატეგორია, სულიერ სამყარო არ ჩანს. სასულიერო ცენტრებს თავიანთ საქმე აქვთ ასე ვთვლით და აი პოლიტიკა და საერო ცხოვრება კიდე ესე გვაქვს წარმოდგენა. საერო თავისი პოლიტოლოგიური და ასე შემდეგ ჟელობებით აი რასაც ხედავთ ეს არის, მაგრამ ამის იქით ვეღარ დაგვინახია, თორემ მოვიდა ახალი დრო. ახალი დრო გვიყენებს თავის მოთხოვნას, ადამიანი ერი კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია და ერს უჭირს პირველ რიგში. იმიტომ რომ მასონური გეგმით ერები უნდა წაიშალონ. და ეროვნული საკითხია გადასაწყვეტი პირველ რიგში. რითაც უნდა გადაწყვეტოს პიროვნების საკითხის და კაცობრიობის საკითხის. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დღეისათვის.
ეროვნული საკითხია გადასაწყვეტი, რომლისოდაც ვერ გადაწყდება ვერც პიროვნების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების თავისუფლების დეკლარირება ბოლო დონემდეა განხილული და დადებული. სოფლიო თანამედროვე სოფლიო წესრიგის გვაკუთხედა. პიროვნების უფლებები. ვერ გადაწყდება პიროვნების საკითხი, მანამ ეროვნული საკითხი არ გადაწყდება. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. როცა შენი ერის გადარჩენისათვის ერთს რამოდენიმე რამ შეიძლება უყავდეს, ჩამორჩენილობაც, დემოგრაფია თავისთავად, როცა არა გახდა მცირდები, ჩამორჩენილობასთან ერთად. თუნდაც ინდუსტრიული იყო, შეიძლება მაინც გადაჩენების გზაზე იდგე. და გუყავს ის, როცა შენ კარებს გაუღებ და არა მარტო უბრალოდ კარებს გაუღებ, ქალაქებს ვაშენებინე, გაგაქრობს. მასონური პოლიტიკა ერების მოსპობის, ტრადიციული ფასეულობების მოსპობის გზაზე მდგარი უზარმაზარი მექანიზმია, რომელიც მთელი ძალით მუშაობს ევროპაში. დღესაც აგრძელებს. და ვინც დღეს არაბიზაციის წინააღმდეგ საკითხს აყენებს, ის ყველაზე ახლო დგა უფლის სიტყვის მოთხოვნებთან. ამიტომ ამ თემის ამოღება და გვერდზე გადადება არ გამოვა. ესე იგი, ეს თემა ყველაზე ახლოა, სწორედ, რაზეც ხელი აქვს მოწერილი საზოგადოება და რა დოკუმენტით შექმნილია. ყველაზე შინაარსობრივად ყველაზე ახლოა. იქ კი არის პირველი, რომ ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსი, მაგრამ დანარჩენი მთელი ეს ყველაფერი ეძღვნება ეროვნული საკუთრებას და ერის გადარჩენას, გაყიდულ გასხვისებულის და ასე შემდეგ უპირობოდ უკან დაბრუნებას. ეს ყველაზე ახლოა ეს საკითხი. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამ რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს აქცია, ერთჯერადად შესაძლებელია კიდეს მიღწევადი იყოს, მაგრამ მაინც დაგუპირდეთ ვერ გააჩერებ. თუ არა კომპლექსური ცვლილება და თუ არა უფლის სიტყვის მიერ მოტანილი მოთხოვნების აღსრულება. აქ შემოდის მეორე მომენტი, სულიერი მომენტი, რასაც არ ითვალისწინებთ. დავით აღმაშენებელი სწორედ იმას ამბობს, რომ ერთი ღმერთი იყოს, ჩემს გეთუნდა მთელი მსოფლიო ჩემი წინააღმდეგი. ეს არ არის უბრალოდ ხატოვანი და პოეტური ლირიკული გამონათქვა. ესეა. თუ კი წმენით იღებ, რომ ეს მოთხოვნა უფლისგან არის და ეს ასია, მაშინ შენ თუ ამ მოთხოვნის აღსრულებას იცლებ ისე, როგორც მოცემულია, რის გადმოცემასაც 28 წელი შეალია ბატონმა აკაკი, მაშინ მერტი შენთან არის, მართლა შენთან არის. მაშინ შენი საქმე გამარჯვებისკენ წავა. აღმოაჩენ, რომ გზაზე როცა დადგები, შენ გამარჯვებისკენ წახვარ. ბოროტის ძლევისკენ წახვარ. ჩვენ ახლა რომ მივდივარ და დიალოგში შევდივართ პოლიტიკურ სპექტრთან თუ საზოგადოებრივობას და ვცდილობ რომ შევარბილოთ ჩვენი მიდგომა და ამ თლიანობაზე შემდეგ დავილაპარაკოთ ყველაზე მთავარზე და დავიწყოთ თუნდაც ამით ყველაზე ელემენტარულად, ყველაზე ნათელი და ყველაზე გასაგები. პროტესტის გზნობა მაინც აღარ უნდა გაგიჩნდეს ხალხს. ამაზე ერთი და ქუჩაში მაინც აღარ უნდა გამოხვიდე, კაცო? სამშობლო იყიდება და ხმა არ ამოიღო. აი რა აზრი აქვს, აი გადარჩენ ყველაფერს. იმ ეკონომიკასაც, იმ ნეიტრალიტეტსაც, ვისი და ისი გულისთვის, იმ უცხოელებისთვის. ჩვენ როდესაც საუბრობთ რაღაცნაირად ისე მოსჩანს, ისე გამოგვდის, რომ მხოლოდ ქართველებს ვესაუბრებ და ქართველებს მოუწოდებთ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ საქართველოს იმ ძირძველ მოსახლეებს, ყველას, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან, რუსებიც, აზერბაიჯანელები, სომხებიც, ყველა, ქურთები და ყველა ებრაელები, ვინმე გამორჩეს. ეს ყველა სათქივარია, იმიტომ რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ აი ეს მოსული მიგრანტები მომრავლდებიან აქ და მერე შევიწროებას მხოლოდ ქართველებს დაუწყებენ, ძალიან ცდება. ეს შეეხება იმიტომ, რომ მათ ადგილი უნდა გაანთავისუფლონ თავიანთი არსებობისთვის, თავიანთი გამრავლებისთვის, თავიანთი დაფუძნებისთვის
და ამ ადგილს ვინც იკავებს ძალაუნებურად ისინი უნდა აყარონ აქედან, შეავიწროონ და აიძულონ რომ დატოვონ ეს საცხოვრისი და წავიდეს სხვაგან. ეს შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ამიტომ როდესაც ამ ბრძოლაზე ელაპარაკი, ამ ბრძოლაში ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ. ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველოს აი მოზღვავებული გარედან მოსული მიგრანტებისგან, იმ ანექსიისგან, უსისხლო ანექსიისგან, რომლის წინაშეც ჩვენ გავართ. და როდესაც საუბრობთ ხოლმე თემებზე მაქსიმალური სიფრთხილით უკაცრავ ვეკიდებით, იმიტომ რომ ისე არ გვინდა გამოგვიდეს, რომ მაგალითად როდესაც გვყავს ხელისუფლება და ოპოზიცია, მისი ოპოზიცია თითქოს აი მაქსიმალურ ზეწოლას ვახორციელებთ ჩვენი საუბრით ხელისუფლებაზე და რაღაცნაირად თითქოს არ ვეხებით მის ოპოზიციას ამ პირიქით, როდესაც საუბრობთ რაღაც აი საქმეც იმაშია, რომ სწორედაც სოფლიო სიონისტურმა რეჟიმმა აი კაპიტალისტური სისტემის აი ბინძურ ჭაობში იმდენად ჩაგფლო, იმდენად ჩაგუმარხა, რომ საიდანაც გინდა დაიხედო, აი გამოსავალი არ არსებობს. არის ერთი და არის მეორე. და დაგვაყენეს ამ ფაქტის წინაშე, რომ თითქოს სხვა არჩევანი არ არსებობს და აი ორ შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, მაგრამ სინამდვილეში არსებობს ერთი დიდი არჩევანი, რომელიც ასევე მთელ საქართველოს ყველას ერთად გადასაწყვეტი ქართველი ერიდან დაწყებული ყველები დანარჩენსაც მიმართვაც გავაკეთე, ესეც ყველას ეხება. კი ბატონო, ჩვენ 20 სექტემბერს იქნება შემდგომი ბრძოლა იქნება. კი ბატონო, გავყვებით ნებისმიერს. თანაც ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჩვენ არც ამ საორგანიზაციო კომიტეტში მონაწილეობა მინდა, არც სიტყვის უფლებას ვითხოვთ, თუ ვინმეს დაჭირდება, კი ბატონო, ჩვენ მოგზაურებულ სიტყვას ვიტყვით. არ დაჭირდება, არც მაგის პრეტენზია რა გვაქვს, ჩვენ ვიგულეთ თქვენს გვერდზე რიგით ჯარისკაცებად, მაგრამ თქვენც მინდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ კაი, ეს ერთი ბრძოლა მოვიგეთ დაუშვათ. და ხელისუფლებამ ხელი აიღო, ან იმ კომპანიამ აიღო ხელი ამ მშენებლობას. არაბული კომპანია დაუშვათ გავისტუმრეთ. ხვალ მოვა თურქული კომპანია. ზეგ მოვა დაუშვათ კიდე სხვა რომელიმე კომპანია, რომელიც შეეცდება ჩვენი მიწა-წყლის ათვისებას და ვითვისებას. ესე იგი რა გამოდის, რომ ქართველი არის ის პატრიოტული ნაწილი, სუკუჩაში უნდა ვიდეთ. სუკუჩაში უნდა ვიდგეთ ტრანსპარანტებით, დროშებით და ვიყვილოთ არა არაბიზაციას, არა თურქიზაციას, არა ირანიზაციას, არა რუსიზაციას და ასე შემდეგ. ეს შეუძლებელია. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ კი ბატონო, რამენაირად მოვიგერიოთ ეს შემოსევა, რამენაირად გადავაგოროთ ეს გაჭირვება, მაგრამ მოდი იმაზეც ვიფიქროთ, როგორ უშველოთ ამას ისე, რომ მუდმივად არ ვიდგეთ ამ საშიშროების წინაშე. არ ჯობია ვილაშქროთ ერთხელ და საფუძვლიანად. ხო ჯობია. კი ბატონო. სახელმწიფოებრივად თუ არ გადაწყდეს საკითხი, თუ კონსტიტუციაში არ ჩაიდო, რომ ქართული მიწა-წყალი არ უნდა გაიყიდოს უცხოელებს, მაშინ გამოდის, რომ სულ ქუჩაში უნდა ვიდგეთ და დროშები ვიქნიოთ და ერთი ბრძოლაც რომ მოიგო, მეორეც რომ მოიგო, როდესღაც წააგეთ. ყველა ბრძოლას ვერ მოიგო. და გაყიდულ გასხვისებული უკან უპირობოდ უნდა დაბრუნდეს. ესე იგი, ყრილობის დადგენილებების აღსრულება საჭირო და ამაზე იქნებ შევთანხმდეთ დიდი ჭეშმარიტად ეროვნულ კრებაზე. პოლიტიკური საჭიროა როლი არის ნათქვამია. მაგრამ ახალ საქართველოს დაუდოთ საფუძველი იმ მოთხოვნებზე, რა მოთხოვნებზეც ხელი აქვს მოწერილი და რა დადგენილებებიც მიიღებული აქვს ეროვნულ ყრილობებს არაერთი. ხო, აი რაც ახლა იყიდება, ეგ რომ გავაჩეროთ. რაც უკვე გაყიდული და გასხვისებული, იმას რას უშვებით. მთელი რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, მაშინ თქვენ წარმოგვიდგინეთ და გამოვყვებით მაგაშიც როგორ მთელი პორტები და მთელი მაშინ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმის, რომ ჩვენ ეს უკან დავიბრუნოთ და უკან მოვითხოვოთ. ჩვენ აგეთ თავაზობთ არსებობს ერის უმრავლესობის გადაწყვეტილება, მტკიცე გადაწყვეტილება, აბსოლუტური უმრავლესობის, ხელმოწერით დადასტურებული, ეროვნული კრებების მიერ დადასტურებული და ლეგიტიმაცია მიცემული და თავაზობთ ყველას, რომ მოდი ერთად გამოვიყენოთ ეს იურიდიული საბუთი.
თუნდაც საბოლოო მიზნები სხვა არ იყო გასაგებია ამ ხელმოწერების და ყრილობის გადაწყვეტილებების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ბრძოლაში, რომ სამართლებრივ საფუძვლად რომ დაუდოთ, აი ქართველიერი ამ აზრზეა და ეწინააღმდეგება ქართული მიწა-წყლის გასხვისებას. ამისთვის ხო შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს ხომ არ გვანიჭებს ჩვენ კონკრეტულად თანხმობის დარბაზის წარმომადგენლებს რაიმე უპირატესობას. ჩვენ კი არ გვანიჭებს. ყველას ვინც ამას გამოვიყენებთ, სულ ყველას მოგვანიჭებს უპირატესობას ბრძოლის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში. უმნიშვნელოვანეს დაუშვათ სექტემბერს დაუშვათ გამოვიყვანეთ მილიონი მოქალაქე. და მივახციეთ გაჩერდა ის კი ბატონო, კარგი. ხელისუფლება შეუძლია თქვას, რომ საქართველოში არის 3 მილიონი მოსახლე, 1 მილიონი თუ ეწინააღმდეგება, 2 მილიონი მიესალმება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას. როგორ უნდა დაუდგηθო? ყველას შეიძლება აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგი იყოს, მაგრამ ყველა იქ ვერ მოვა, ხო? როგორ გინდა დაუდგითო, როგორ გინდა სამართლებრივად რანაირად გინდა დაადასტურო, რომ ქართველი ერი წინააღმდეგია ქართული მიწა-წყლის გასხვისების. და ითქოს გაყიდულ გასხვისებულის უკანონო არსებობს ეს სად არის ეს დოკუმენტი? იურიდიული სამართლებრივი საბუთი და რატო არ გვინდა ამისი გამოყენება თუ რაიმე არის ამაში ხარვეზი, მაშინ ეგავიხსენოთ. არ არსებობს აი დღიდან ამ ხელმოწერების შეგროვებისა, ყრილობების ჩატარებისა, ყრილობების ჩატარების შემდეგ ითარგმნა ყველა ენაზე, აბსოლუტურად ყველა ქვეყანას გადაეგზავნა. ამ ქვეყნებს ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს მისი ლეგიტიმაცია არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია და ვერც დააყენებს. და რატომ არ გვინდა რომ ეს საბუთი გამოვიყენოთ და თუნდაც იმ საერთო იმაზე შეიძლება ამ ეტაპზე ვერ თანხმდებით, მაგრამ იმაზე შევთანხმდეთ, რომ თუ არ გვინდა ქართული მიწა-წყლის გაყიდვა, მოდი საფუძვლად დაუდოთ ეს საბუთი. რომ ქართველმა ერმა მოაწერა ხელი იმაზე, რომ არ გაიყიდოს. ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია რომ კვლავ შევახსენოთ სოფლიოს წამყვან სტრუქტურებს და ქვეყნებსაც, მაგრამ აზრს ვერ ვხედავთ ამ ეტაპისთვის. იმიტომ რომ დოკუმენტს, წარგენილ დოკუმენტს ძალა რო გქონდეს. გარდა იმისა, რომ ეს დოკუმენტია საჭირო წარმდგენი უნდა იყოს სერიოზულად შეკული. ძლიერი დაჯგუფება უნდა იყოს. ერის შეგნებული ნაწილი უნდა იდგეს და უნდა იყოს ამისი წარმდგენი. ერთი პატარა ორგანიზაცია კი ბატონო წარადგენს, მაგრამ ის შედეგი არ გვექნება და ვერ იქნება. და ჩვენ ამიტომ ამას არ გავხარჯავთ უფრთხილდებით. ამ რესურსს ასე ხელახნებით ვერ გავხარჯავთ, არ გავხარჯავთ. რას ველოდებით რა? ველოდებით იმას აქტიურად თავისთავად რა თქმა უნდა. მოკრება მოხდეს, იმიტომ რომ კრავის ძლებს ხეთს, ანუ შეკავშირებაა საჭირო. სერიოზული წარმომადგენლობაა საჭირო, რომლის სახელითაც დაუგზავნით კიდევ და კიდევ გავახსენოთ სოფლიოს. მაგრამ როცა ეს შეკავშირება არ ხდება, თვით ელემენტარულ საკითხზეც კი გვიჭირს. ელემენტარულ საკითხზეც კი გვიჭირს, ხო? აშკარად ჩანს. თანაც ეს ისეთი ელემენტარული ისეთი პირდაპირ როგორ შეიძლება რომ ამაზე ქართველი და ქართველობაზე თავდადებული რომელიმე ორგანიზაცია უკან იხევდეს. ალილო და ხვალე ეგეც გამოჩნდება რა. ძალიან მარტივად რომ რაღაც შედარება თუ მიესადაგება ეს შედარება თქვენ შევიფასეთ რამდენად მიესადაგება. ეს გავს შემდეგ შემთხვევას, რომ ვიღაც მომხდარი მოდის და ქართლებს სახლს, კარს, საცხოვრისს და ყველაფერს. რაც შემოუღებას დაუტოვებია შენთვის. და ამ დროს შენ გაქვს სასამართლოს განჩინება. ეს დოკუმენტი ხელში გიკავია, რომ ეს შენია და არავის არ აქვს უფლება მაშინ ჩაგეზიაროს და წაგართოს. მაგრამ შენ ამ საბუთის გამოყენება არ გინდა. და ეძებს სხვა გზებს, რომ ქუჩაში გამოვალ, აი მუშტით მიუვარდები, იმას ვიზავ, ამას ვიზავ. არა და ამ დროს სასამართლოს განჩინება გიკავია ხელში. სასამართლოს გადაწყვეტილება გიკავია ხელში, ეს შენია და მისი ხელისხლება არავის არ აქვს უფლება, რომ
ხელი ახლოს და ძალიან კარგად მიესადაგება ჩემმოჯემალი და ამ დროს შენ დარბი ხარ არ მუშტიკრივით კიდე საქმე გაარჩიო და სახელმწიფო სტრუქტურებს იქითი პირისპირებ და თავს დასაჭერად იხდი. საბუთი გააკო, საბუთი გადაგდებული და ფეხით თელა ამ დროს. შენ გეკუ. ეს არ გინდა. რაღაც შენობის აი ესე აშენება გინდა რა, ძმაბიჭურად გინდა გაურჩიო თუ რავი მუშტ რაღაცა, ნუ მოკლედ ან იშიმშილო თუ რაღაც სხვადასხვა. რაღაც სახლი გვინდა ავაშენოთ. ზუსტად ეს მდგომარეობა. სახლი გვინდა ავაშენოთ. და საფუძველი თუ არ ყარი თუ არ იქნა საძირკველი ხო დაინგრევა ეს შენობა ეს ყარი საფუძველი კიდე ეს არის აი ეს იურიდიული სამართლებრივი დოკუმენტი რაზეც არაერთხელ გვაქვს აპლიკაციებს მენელებო აი ეს შესახებ ნასაუბრები და კიდევაც ყოველთვის გავიმეორებთ მაგრამ ამ ეტაპზე ახლა ეს პირველი ეტაპი უნდა დაიძლიოს და შემდგომ უნდა წამოიწიოს ეს იმიტომ რომ უამისოდ ზეღანი თქვა ის წინ რომ მერე თურქებზე იქნება თურქიული ინვესტორები იმათ ალეძრებათ და ებრაელები რა მნიშვნელობა აქვს რითი ვაპირებთ ამის გაჩერებას თურქი ინვესტორები იყვნენ აგერ ჰესი უნდა ეშენებინათ და რაღაც ეროვნული ძალისხმევი და როგორღაც მოვიგერიეთ მაგრამ ამით პრობლემა არ გადაიჭრა არ გადაიჭრა ეხლა წავიდნენ მე არაბინ საკითხი ნუ ეხლა ცოტა გუნდაონია, ნუ წამოჭრე საკითხი რომ ვიღაცასო აქ ჩვენსასო წილში უნდა და რომ ჩაჯდომოდაო და ხალხი იმიტომ გამოუყვანაო. ესე იგი ჩვენ ესე კი არ უნდა დავინახოთ რომ 100 წლით თუ 100 წლით რომ საუკუნით რო აძლევ ტერიტორია 100 წლის მერე შემოყავს თურქები. ხო? და როაშენებდნენ მერე და რაფასად მოგაყიდებდნენ და ასე შემდეგ რა. ფეხს რო ამკვიდრებინებ ბოლო დონეზე ესა ეროვნული ტრაგედია ის კი არა რაღაც შენებულობა წამოიწყებდნოთ ენერგოობიექტს ეგ არა და თურმე ესე იგი აი ეს ძალიან ცუდი ამბები ყოფილა ის რომ ვიღაცა ქართველს მოსდომებიან წილში ჩადგომა გამოუყანა ხალხი და ჩააგდო და ნახე რა ბოროტ მოქმედებას ხონია ადგილი აი როგორ ავიწროებენ თემას და თვითონ პრემიერ-მინისტრის ზენით ხდება ამის დავიწროება და რაღაც ხო ახლა შეიძლება ეს წამოჭრან რაღაც ვითომ წილები ვითომ ის ერთს გააჩერებ 10 უკვე მომდგარი უკვე გაყიდულია ეს თემა ჩვენ შეგვიძლია შედარებით მცირეთი დავიწყოთ და დიდი დავაგვირგვინოთ ამ ეტაპისთვის ეხლა ეს ესე უფრო გესახება და ესე უფრო ჩანს შედარებით მცირე თვლით თუნდაც აი კონკრეტული პროექტის ჩატება გაჩერებისათვის მრავალათასიანი აქციის გამოყვანას შედარებით მცირედ ითვლება და ყველაზე დიდი კიდე დიდზე გულმივად უწევს საუბარი თუ არა და მოკლედ მაშინ ეს მასკარადი დადგმული სპექტაკლები გაგრძელდება ერთ ნაწილს საგანგებით ხო გინება და იმაზე შემოიღეს კანონი და ხალხს უკვე იჭერენ და რა იუმორისტული გადაცემა ასეთი აგვირახსნილი გინება რომ იდის შენ იუმორისტულს დავარქმევ და მაშინ ქვეყანას ამოატრიალებ კანონი არ შეიძლება მაგრამ რაშია საქმე ამ ლანძღვა გინებით ფაქტიურად ხელისუფლება ფულებს იწევს, ხო? იუმორისტობა გამართლება რო არ არის, აგერ უკრაინის მაგალითზე ერთ-ერთმა იუმორისტმა მესამე მსოფლიო ომი წამოიწყო და ხო, ანგრევს ქვეყნებს. სააკაშვილმა შეაქო, რომ კარგი იუმორისტი ხარო და კარგიაო და ესე იგი კარგია რომ ლანძღაო ქართველ წერლობის კლასიკოსებს და კორიფეებს, მართლაც მათ ნაწარმოებებზე რო არ გაზრდილი, თუნდაც კარგი ყოფილა რომ ამათ ლანძღავ, სინთის რო გვილანძღავ, წვენას რო გვილანძღავ, ფესვებს რო გვილანძღავ, თურმე კარგი ყოფილა. და აქეთ ამ ხარე კიდე ნუ არ იჭერს ხედავთ შენ, გადაატარა მასე გირაოზე და ნახე როგორი კარგი კაცია. როგორი პატრიოტია და კონსერვატორია და გამრთხილებელი ეროვნული ღირებულებების. არსებული ხელისუფალი. არაბეთის ხელისუფალი ეუბნება რომ ამაზე კარგი პროექტი არ არსებობს კაცო. პროცენტებით მელაპარაკებს. ვამშვიდებს. გასაგებია რომ მისთვის მაგაზე კაი პროექტი არ არსებობს, მაგრამ ქვეყანას და ერთ რასაფრთხეც ემუქრება მაგ პროექტებით, მაგაზე არ აეჯება მასაუბრები. ამ ორში რო იტრიალოს სულ ეს ვითომ კარგი კაცი ეროვნული, არა და ქვეყნის გამყიდველი ჩვეულებრივ და მეორე ცუდი კაცი ქვეყნის ამონგდები, რა თქმა უნდა, რომელიც აქებს, რომ რა კარგი იუმორისტი ხარ, კაცო, მიდი ლანძღე, სულში აფურთხე. და ამ ორში რო ვიტრიალოთ რა, რომ აი თუ არა და ეს თუ არ იქნება, ის მოვა, ციხიდან გამოვა და
ბრუაა და თუ არა და მაშინ ეს უნდა იყოს ხო კარგი კაცია რომ ამ სიკარგეთი ეგრეთ წოდებული სიკარგეთი გადაფარული იყოს ყველაზე მთავარი ამ კლოუნების ფონზე კარგად ახლა გამოჩნდეს უნდა დავასრულოთ. კი ბატონო კი ბატონო მადლობა მოუხადოთ ჩვენს მენელს და დავემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. მადლობა